გამარჯობა. დღეს მე ჩავწერ ძალიან მარტივ, მოკლე, შედარებით ინსტრუქციას იმავე თუ როგორ უნდა ავაკავშიროთ FPV პულტი FPV დრონთან. ტელეფონის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ბატარეაც დაგჭირდება. გავწიოთ ესენი აქედან. პირველ რიგში ჩავთოთ ჩვენი პულტი. Welcome to HTX. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი პულტის, ასე ვთქვათ, სეტინგები იყოს სწორად დაყენებული. აი ეს ხილაკი, როცა ჩავთავთ. ჩვენ აქ გვაქვს სხვადასხვა ჩამონათვალი, როდესაც იყიდით ახალ პოკეტს, პირველი 4 რასაც ხედავთ, პოკეტი, FPV დრონი, დელტა და ჰელი, დაგხვდებათ უშუალოდ პულტში. თუმცა ისინი თქვით ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. როგორც ხედავთ, ასევე აქვე არის SIM, ჩემ შემთხვევაში ეს უკვე ჩემი დამატებული, ეს არის სიმულატორებისთვის, რომელიც რადიო გადაცემას თიშავს და შესაბამისად პულტი უფრო დიდი ხანი მუშაობს და ასევე არის AR65, რომელიც უკვე დაკავშირებული არის და მე ვიყენებ შესაბამისად ამ დრონისთვის დასაკავშირებლად. დავიწყოთ და მოდით აგიხსნით თანამიმდევრულად ყველაფერს. გადავედი მე7-ზე, სადაც სერიალი არის, დავაწიქი, ღილაკის დაჭერა ხდება უშუალოდ ამ გორგოლაჭზე და create model. შევქმნით ახალი მოდელი. და ხედავთ დაეწერა model 7. შეგვიძლია დავიწყოთ მოქმედება. რა არის საჭირო ამისთვის? ჩვენ გვაქვს მარცხენა მხარეს 4 ღილაკი. წინა ვიდეოები თუ გაქვთ ნახი, იცით რომ ეს ღილაკები არის ზუსტად ამ ეკრანისთვის განკუთვნილი, რომ მოვახდინოთ манипуляციები. ესე იგი return, ანუ უკან დაბრუნება, წინ გადასვლა page-ით, აი რომ დავაწვევი ამას. დააკვირდით, აი ზემოთ არის წარწერა 1.12. გადავედი 2.12-ზე, აი ამ მენიუს, ამ კონკრეტულად ამ მოდელის, model 07-ის მენიუს მეორე გვერდზე გადავდივართ. როგორც მიხვდით, მაგის ქვემოთ არის უკვე page უკან გადმოსვლა და ტელემეტრია. ტელემეტრია არ შეგვჭირდება დღეს, ასე ვთქვათ, ამიტომ არ მივაქციოთ ყურადღება. მომავალში გავაკეთებ ExpressLRS-ზე უფრო დეტალურ განხილვას, რა ფუნქციები აქვს და როგორ აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ, რასაც გაჩვენებთ მე. პირველი, გადავედით წინ და ვხედავთ model name. პირველი, რაც გვინდა რომ ავირჩიოთ. ამ შემთხვევაში მე ამას დავაწერ, მოდი ოკეი, დავაწერე AIR როცა უკვე დაასრულებთ აქ სახელის შეყვანა, შეგიძლიათ დააჭიროთ returns, ანუ აი ამ ღილაკს, return ასე წერია, return, ანუ უკან დაბრუნება და შესაბამისად დასრულდება აქ რაღაცების შესვლა, შეგვეძლება მენიუში სხვადასხვა ადგილებზე გადასვლა. ამ გვერდიდან არ გავდივართ ასად, ვაგრძელებთ, ჩამოვდივართ ქვემოთ, ჩამოვდივართ და ნახულობთ internal RF and external RF. რა არის ახლა ესე? Internal RF არის შიგნით ჩამონტაჟებული რადიო გადაცემის მოდული. თუ აქვს პულტს, რა თქმა უნდა, ვაყენებთ მას. External RF არის უკვე, როდესაც გარედან იქნება დაყენებული სპეციალური მოდული და მასზე თუ გვენდომება რომ ჩავრთოთ გადაცემა, ავირჩევთ external RF-ს. როგორც ხედავთ, აქ გარეთ მოდული არ გვაქვს და გვაქვს მხოლოდ შიგნით, ანუ გადავდივართ internal RF, ვაწვევით და ვირჩევთ მას. Crossfire 5.25 მილიონი, ну ესენი მოკეთ არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, უბრალოდ ამაზე გადაიყვანთ, ისევ დააწვევით გორგოლაჭს და ყველაფერი დაყენებული არის ისე, როგორც საჭირო არის. ეს არის პირველი ნაბიჯი, ну პირველი არ არის, უკვე მე რამდენი არ ვიცი, მაგრამ რომელი ნაბიჯიც არ უნდა იყოს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ, თორე ისე ვერაფერი ვერ მოხდება, ანუ პულტი ვერ დაიწყებს სწორად ფუნქციონირებას. ამის შემდეგ უკვე ამ მენიუში აღარაფერი აღარ გვაქვს დასაყენებელი, ეგ ბევრი საინტერესო რაღაც არის, თუმცა როგორც გითხარით, შემდეგ ვიდეოში, როდესაც გავაკეთებ უშუალოდ ExpressLRS-ის სრულ განხილვას, იქ გავივლით ამ ყველაფერს. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი არის გადავიდეთ უნდა mixes. აი ისევ აქ ვრჩებით ამ მენიუში, ოღონდ გადავდივართ წინ. როგორც გახსოვთ, ეს ღილაკი არის გადასვლა. კი ბატონო, inputs არა, mixes. რა არის mixes? Mixes-ი არის თითოეულ ღილაკზე თავისი ფუნქციის მინიჭების ადგილი. როგორც ხედავთ, 4 რაღაცა უკვე დაყენებული არის. AETR. ეს არის სტანდარტული ფუნქცია, რომელიც FPV დრონზე გამოგვადგება. თუმცა, ჩვენ გვჭირდება ასევე დამატებითი ღილაკების დაყენება სხვადასხვა ფუნქციებზე. და ასე ვაკეთებ. პირველი, ჩამოვდივართ მე5-ზე, ვაწვევით, შევდივართ ამ კონკრეტული ჩანელის მენიუში, ჩამოვდივართ ქვემოთ source ვაწვევით, დაიწყებს ციმციმს. ამ ციმციმს რო დაიწყებს, ნიშნავს რას? რა ღილაკსაც მე ხა დავაწვევ, იმას ავტომატურად დანიშნავს ამ channel-ზე. ავირჩევ ამ შემთხვევაში ზედა მარცხენა ღილაკს, რომელსაც მე ხშირად და ყოველთვის გამოვიყენებ იმისათვის, რომ იყოს ARMI, ანუ დრონის ამუშავება, ასე ვთქვათ, დავაწვევი და ხედავთ SA თვითონ მონიშნა მასაც ღილაკსაც დაინახავთ წარწერას SA. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ასე ავირჩევთ, უკვე ისევ ვაწვევით ღილაკს, რომ დაასრულოს ეს არჩევანი. დავდივართ უკან, გადავდივართ შემდეგ channel-ზე, channel 6. ისევ იგივე, რაც გავაკეთეთ წინაზე, ავირჩიეთ source-ი და ავირჩიეთ ღილაკი, რომელიც გვინდა. მე ამ შემთხვევაში მოდი ავირჩევ უკანა ღილაკს და ვაყენებ მასზე ბუზერს. ბუზერი ეს არის ეგრეთ წოდებული, როცა დაკარგავ ჭყიპინას ოძახით ჩვენ, როდესაც დრონი ჩამოგივარდება და დაკარგავ, ამ ღილაკს დააწვევი და ის დაწყებს ჭყიპინს. რომ აი აქ ავარო. ესეც იგივე. და ასე ყველა ღილაკს ახლა მიუჩენ თავის ადგილს.
როგორც ხედავთ, ყველა ღილაკი, რომელიც მაქვს ფუნქციონალური, უკვე დაყენებული 1 2 3 4 5 1 2 3 4 5. არის აქ რა თქმა უნდა ასევე გორგოლაჭი, რომელიც შეგიძლია ასევე დააყენო რამეზე, მაგრამ მე არაფერში არ მჭირდება ამ შემთხვევაში, ამიტომ არ ვაყენებ არაფერზე. რას ნიშნავს ახლა ეს? ყველა ღილაკს, რომელიც არის პულტზე, კონკრეტულ მოდელზე, ERT-ზე, რომელსაც გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ჩვენს Air65-თან, ექნება თავისი თანმიმდევრობა. შესაბამისად, მე შემიძლია ასე ამ მარტივი კონფიგურაციით მოქმედებით, უბრალოდ შევიდე შემდეგ მოდელში და ავირჩიო სხვა ნებისმიერი მოდელი და იქ მქონდეს თავისებურად დაყენებული ყველა ღილაკზე რაღაც ფუნქცია. აქ უკვე ყველაფერი დალაგებულია. რა გვჭირდება ახლა? იმისათვის, რომ დრონი დაუკავშირდეს პულტს, საჭირო არის ისინი გავაცნოთ ერთმანეთს. ეს რო გავაკეთოთ, არის მარტივი გზა, ამისათვის დაგვჭირდება ტელეფონი, ნებისმიერი ტელეფონი, რომელსაც აქვს Wi-Fi, ამ საქმეს გავუმკლავდება. დავიწყოთ მოდი პულტი. ჩართოთ ჩვენი ტელეფონი, შევიდეთ მენიუში, შემდეგ Wi-Fi, ახლა დაკავშირებული არის ჩემ Wi-Fi-სთან, მაგრამ არ არის პრობლემა, ამას გადავდებ 2 წუთით გვერდით, შემდეგ შევდივართ სისტემაში, ჩვენი პულტის სისტემაში, რომელშიც დაინახავთ წარწერას Express LRS. ეს არის წარწერა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ისევ ამას ვირჩევთ ჩვენი გორგოლაჭით, შევდივართ შიგნით და ხედავთ, რომ აქ ბევრი რაღაც საინტერესო არის, თუმცა ჯერ არაფერთან შეხება არ გვჭირდება. ჩამოვდივართ ქვემოთ და მივდივართ ზუსტად აი აქამდე Wi-Fi connectivity. Wi-Fi connectivity-ს ვაწვევით და რას ვაკეთებთ ახლა? ჩვენ უნდა ჩავთოთ Wi-Fi ჩვენს პულტში, რომ ეს Wi-Fi დაიჭიროს ჩვენმა ტელეფონმა. აბა დავიწყოთ. Enable Wi-Fi. დავდოთ ეს და ავიღოთ ხელში ტელეფონი. გამოჩნდა Express LRS TX, ანუ გადამცე. ვაწვევით მას, ის ამოგვიგდებს, რომ ეს არის უინტერნეტო Wi-Fi-ო და როცა გადავალთ უკვე იმ გვერდზე, რომელზეც მივვითითებს, აქ არის ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა შეგვიძლია დავაყენოთ, თუმცა ამ ეტაპისთვის არაფერი ჩვენ არ გვჭირდება. ეს შეიძლება დაიგმართოს, მაგალითად, როდესაც რადგან უინტერნეტო არის, შეიძლება გამოგაგდოს უკან. ამიტომ დიახ, ამას ყველგან არ მიაქციოთ, 1-2-ჯერ გააკეთებთ კიდე და გადახვალთ ისევ იქ. მოგეთ, რას ვაკეთებთ ახლა აქ? ჩვენთვის ახლა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის მხოლოდ binding phrase, ანუ ბინდინგის ფრაზა. ანუ ერთმანეთში რა კავშირიც უნდა დაიჭირონ, რა სიტყვით უნდა დაიჭირონ ეს კავშირი, რომ აი შემოძახოს რაღაც მთაში რა, რაღაცა უცნობს რომ დაუძახე. ქართველი ხარ ბიჭო? აირ 65. ჩამოდივართ ქვემოთ, save, reboot. სხვა არაფერი არ გვჭირდება აქ, არაფერს არ ვაწვევით, არაგვერიოს. გადავდოთ ახლა ჩვენი პულტი, ცოტა გვერდზე ისე ჩანდეს თან ეკრანში და ახლა გვჭირდება რომ ჩვენ იგივე გავუკეთოთ, რაც პულტს გავუკეთეთ უკვე დრონს, ანუ მასაც გავაგებინოთ ეს ფრაზა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს. ვაერთებთ დრონს და ველოდებით 60 წამი. გავიდა 60 წამი, 1 წუთი და ჩვენმა დრონმა დაიწყო ძალიან უცნაურად სიმციმი. ეს ნიშნავს, რომ მან ჩართო Wi-Fi რეჟიმი. ისევ ვიღებთ ჩვენს ტელეფონს, შევდივართ ჩვენს Wi-Fi-ში, აი ხედავთ ისევ Express LRS-ი, ოღონდ ამ შემთხვევაში RX-ი, ანუ მიმღები. ავწევით, დაკავშირდა ისევ როგორც წინა შემთხვევაში მოხდა პულტთან მიმართებაში, აქაც ვეძებთ წარწერას binding phrase და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. ვირჩევთ ისევ იგივე, კიდევ წერთ ზუსტად იგივეს, ჩავწერე Air65 binding phrase-ში, save, okay, გამოვაერთე, ჩავთე შემდეგ აპარატურა. Welcome to HTX. ჩავთე დრონი და ისინი ერთმანეთთან დაკავშირდნენ. კიდევ გავიმფრინდა. როგორც ხედავთ, გვჭირდება სულ რაღაც 1, 2, 3 აპარატი. ეს არის ძალიან მარტივი გზა იმისათვის, რომ დრონი და პულტი ერთმანეთს დააკავშიროთ და შემდეგ შეძლოთ თავისუფლად ფრენა. მე კი დავსვამ ჩემს Air65-ს და წავალ ცოტას ვიფრენით. აუ! მოგეთ სანამ ბოლომდე დავლეწე ჩემი დრონი და წყალში ჩავაგდია რაღაცა. არ დაგავიწყდეთ არქის გამოწერა, ვიდეოს მოწონება, კომენტარებში რაღაცების დაწერა და თუ გაქვთ სურვილი რომ შეიძინოთ დრონი, აპარატურა, ეს ტელეფონის უგნია ტელეფონსაც გამოვიწერთ, მაგრამ ჯერ ამაზე მოგმართეთ ჯობია და ჩემი ვერე იყოს. აბა, შეხვედრამდე.